აი ზვიადს ედავებიან ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას. რა მტკიცებულებებია საქმეში, რამდენად რეალურია ეს ბრალი და რასთან გვაქვს ზოგადად საქმე ზვიადის შემთხვევაში? ზვიადი მიიჩნევს, მე გამოვალ აუცილებლად ზვიადის პოზიციიდან და მიაჩნია ზვიადის და მოგვიანებით უკვე სამართლებრივ ნაწილზე გავაკეთებ აქცენტს, რა გვაქვს სისხლის სამართლის საქმეში და რა მიაჩნია ზვიადი. ზვიადს მიაჩნია, რომ ამ დაკავებით მოხდა მისი განეიტრალება, ეს არის მისი აზრი. ახლა შევეხები უკვე სამართლებრივ მდგომარეობას, როგორი მდგომარეობა გვაქვს სისხლის სამართლის საქმეში. ზვიად ცეცხლაძის დაკავება მოხდა 4 დეკემბერს. ეს დაკავება განხორციელდა მის საცხოვრებელ სახლში. უпростоრეთ რამდენიმე წუთით ადრე ის პოლიციამ შეაჩერა საცხოვრებელ სახლის სიახლოვეს, გადადიან საცხოვრებელ სახლში, ხდება მისი დაკავება. ზვიად ცეცხლაძე თავად უღებს მისი საცხოვრებელი სახლის კარს, შედიან პოლიციელები, ატყობინებს ოჯახის წევრებს, რომ მასთან პოლიციელები არიან მისულები, უკავშირდება მამას, მამა მიკავშირდება დაუყოვნებლივ მე და უკვე გავდივარ ადგილზე. ადგილზე მისვლის შემდეგ მხდება კატეგორიული წინააღმდეგობა, როდესაც წარუადგინეს სამსახურებრივი მოწმობა და მოვითხოვე, რომ მონაწილეობა უნდა მიიღოს ზვიად ცეცხლაძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში. პოლიციამ კატეგორიული უარი მითხრეს, რომ ვერ დამასწრებდნენ ფიზიკურად, როდესაც ვითხოვე დასაბუთება, პოლიციამ მითხრა, რომ მოქმედება იყო, საგამოძიებო მოქმედება დაწყებული და შესაბამისად ამ საგამოძიებო მოქმედების დაწყების შემდეგ ფიზიკურად აღარ მქონდა უფლება ვეღარ დამასწრებდნენ. მოგეხსენებათ აღნიშნული მოქმედება დაუშვათ ადვოკატის მისვლის გარეშე. ეს კიდე ცალკე თემაა, მარიკა, მაგრამ ნახეთ, თუნდაც დაწყებულ მოქმედებაზე დასწრება ძალიან მარტივად კეთდება ასეთი ჩხრეკის ოქმზე შენიშვნა, სადაც კეთდება მითითება, რომ შესაძლებელია გამოცხადა შესვენება 5 წუთით, რა დროსაც ადვოკატი, რომელიც გამოცხადა და რომლის დასწრების შემაფერხებელი არანაირი სამართლებრივი გარემოება არ არსებობდა, ამ მოცემულ სიტუაციაში შესაძლებელი იყო გამოცხადებულიყო შესვენება, ეს აღწერილი იყო და აღნიშნულიყო ოქმში 5 წუთიანი შესვენება, დავესწრებოდი და გავაგრძელებდი შემდეგ მოქმედებაში მონაწილეობას და შესაბამისად გაგრძელდებოდა ჩხრეკა, მაგრამ ამ მოცემულ შემთხვევაში ხდება აბსოლუტურად განსხვავებული დამოკიდებულება. კატეგორიული წინააღმდეგი არის პოლიცია, რომელიც უშუალოდ არეგულირებდა იქ შესასვლელი პირების განსაზღვრას და შესაბამისად წყვეტდა ვინ უნდა შესულიყო ჩხრეკის მიმდინარეობის დროს. იქ ადგილზე იყო ტელევიზია, არაერთი ტელევიზია იყო, შესაბამისად იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც ზვიადის მეგობრები იყვნენ და ამ ყველაფერს არა მარტო ტელევიზიები იღებდნენ, არამედ იღებდნენ სხვადასხვა სოციალური ქსელისთვის და შესაბამისად ლაივები იყო ჩართული. რამდენჯერმე ვთხოვე პოლიციის თანამშრომელს, რომ დავეშვი ჩხრეკაზე, წარუდგინეს სამსახურებრივი მოწმობა, როგორც პროცესუალურად გამართული ფორმა და სწორია, წარუდგინეს სამსახურებრივი მოწმობა, წარუდგინე ორდერი და უდასტურე, რომ ვიცავდი ზვიად ცეცხლაძის ინტერესებს და ისიც მოვახერხეთ, რომ ზვიად ცეცხლაძესაც დავადასტურებინე, რომ მას სურდა, რომ მიიღო მონაწილეობა ჩხრეკის მიმდინარეობისას, მაგრამ სამწუხაროდ როგორც ზემოთ გითხარით, მივიღეთ კატეგორიული უარი. მე ასევე ისიც განუმარტე პროცესის დროს გამომძიებელს პოლიციელს, რომ ჩხრეკის მიმდინარეობაზე დასწრების შეზღუდვის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, 119 მუხლი არეგულირებს საპროცესო კოდექსის ჩხრეკის მიმდინარეობას და ჩხრეკის მიზანში გვაქვს ჩანაწერი ასეთი, რომ ჩხრეკის მიზანია აღმოჩენილი იქნეს დანაშაულებრივი საგანი, საქმისთვის მნიშვნელოვანი ობიექტი. თუ ჩხრეკის მიზანი იყო საგნის აღმოჩენა, დანაშაულებრივი ობიექტის აღმოჩენა, ისმის ძალიან ლოგიკური კითხვა, რატომ მოხდა შეზღუდვა და ვიჭიკაიძის, რომ მას არ მიეცა შესაძლებლობა მომხდარიყო მისი ჩხრეკაზე დასწრება და აქვე გადავინაცვლებ უკვე მოგვიანებით ამ ჩხრეკის მიმდინარეობის დროს რა განვითარებები მოყვა შემდეგ. წინა სასამართლოს ხომაზე ეს იყო ერთ-ერთი საფუძველი, ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა ბრალდების ხარის მიერ წარმოდგენილი ზვიად ცეცხლაძის საცხოვრებელი სახლიდან თითქოს ამოღებული ნივთების დაუშვებელ მტკიცებულება ცნობა. მაგრამ სასამართლომ სამწუხაროდ გითხრა უარი ამ საფუძვლით, იმ საფუძვლით, რომ თითქოს მოქმედება იყო დაწყებული, იგივე პოზიცია გაითვალისწინა სასამართლომ და მოქმედება იყო დაწყებული, სწორედ ამ საფუძვლით ითქვა დავიჭირდა. აი, აქაც შეიძლება ხაზის გასმა სასამართლოს როლზე და მნიშვნელობაზე, რომ ყველა ესეთ ნაბიჯზე, ყველა უსამართლო ან უკანონო მოქმედებაზე, რომელიც სამართალდამცველების და ამ შემთხვევაში პროკურატურის მხრიდან იქნებოდა განხორციელებული, თუ კი სასამართლო მოახდეს აღკვეთას ასეც და დააკმაყოფილებდა პირობითად თქვენს შუამდგომლობას, რა თქმა უნდა პროკურატურა სხვა საქმეში მსგავს ნაბიჯს აღარ გადადგამდა, ყოველ შემთხვევაში კონკრეტულად ზვიადის უფლება თუნდაც იქნებოდა მეტნაკლებად დაცული. მანდ და თოს ამბავში მნიშვნელოვანი ისაა, რომ რაც სასამართლომ უთხრა დავით, ეგ იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ჩხრეკა წინასწარი გაფრთხილებით არასდროს არ ტარდება, ხო? წინასწარ თუ გაფრთხილა პოლიციამ, რომ რაღაც უნდა გაიჩხერყო, ბუნებრივია რაღაცა დანაშაულების
შორის რაღაც გადამალავ მოიშორებ, ხო? ანუ ამ სასამართლომ და თუ რა შედეგის დაუყენა იგი მას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ჩხრეკა ჩატარდება ისე, რომ მას ადვოკატი ვერ დაესწრება. ანუ არასწორ პრაქტიკას ამკვიდრებს შეიძლება ასე ითქვას. შეუძლება პრაქტიკას ამკვიდრებს. შეუძლებელი არის ადვოკატის მონაწილეობა, ხო ეგრე არის, ხო? გამორიცხული ხდება ადვოკატის მონაწილეობა, ადვოკატი ხო სახში არ დახვდება ჩხრეკის დროს თუ არ იცის, ხო? შესაბამისად ეს ისეთი ტიპის დარღვევა იყო, ჩვენ უფრო მეცაც გეტყვით, მაგრამ ნახეთ, ამ კონკრეტული ჩხრეკის მიმდინარეობის შემდეგ, როდესაც დასრულდა 4 დეკემბერს, მე უკვე როდესაც ჩხრეკა დასრულდა, მე შემიშვეს, მომეც ამის შესაძლებლობა გავესაუბრე ზვიადის, ზვიადმა მითხრა, რომ ის ნივთები, რომელიც მისი საცხოვრებელი სახლიდან იქნა ამოღებული, მას პირადად არ ეკუთვნოდა და იმ სახლში არ იყო. პოლიციელები, რომელიც მის სახლს ჩხრეკდნენ, შედიოდნენ, გადიოდნენ და შესაბამისად მათი მხრიდან მოხდა ამ ნივთების შემოტანა სახლში და ამის შემდეგ უკვე მოხდა ზვიად-ცეცხლაძის დაკავება. ნახეთ, მე როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ზვიად-ცეცხლაძის სახლის ჩხრეკის მიმდინარეობის დროს რამდენიმე მისმა მეგობარმა გააკეთა ლაივი ჩართვა და შესაბამისად პროცესუალურად მე სწორი ფორმით ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს კონკრეტული ჩართვები შენახული კონკრეტულ მოწყობილობებში კომპიუტერულ მონაცემების სახით გამოგვეთხოვა და წარგვედგინა წინა სასამართლოს ნომაზე. 3-ჯერ მივმართეთ სასამართლოს, რომ 236 მუხლის დანაწესის მიხედვით მოგვეხდინა ამ ჩანაწერების მოპოვება და შესაბამისად წარგვედგინა სასამართლოში, რომ დაგვედასტურებინა და დაგვესაბუთებინა, რომ ჩვენი ჩხრეკაში ჩვენი მონაწილეობის გამომრიცხველად პოლიციამ არ მოგწა შესაძლებლობა, რომ შევსულიყავით. 3-ჯერვე აბსოლუტურად დასაბუთებულ შუამდგომლობებზე სასამართლოსგან მივიღეთ პასუხი, რომ ეს კონკრეტული ჩხრეკის მიმდინარეობა და შუამდგომლობა არ იყო რელევანტური სისხლის სამართლის საქმესთან. მაშინ, როდესაც იმ კონკრეტული ჩხრეკის მიმდინარეობის ეს ამოღებული ნივთები პირდაპირ უკავშირდებოდა ბრალეულობას. პირდაპირ უკავშირდებოდა. შესაბამისად, ამ ნაწილშიც სასამართლომ სამწუხაროდ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც გადაწყვეტილებითაც ცალსახად დაარღვია სამართლიანი სასამართლოს უფლება, ცალსახად დაარღვია დაცვის უფლება და უკვე ის ნაწილი, როდესაც ჩხრეკის მიმდინარეობისას არ დაასწრეს ზვიად-ცეცხლაძის დაცვის მხარე ჩხრეკას, შესაბამისად დაირღვა მისი დაცვის უფლება, რაც ძალიან ფუნდამენტური უფლებაა მოგეხსენებათ. და უკვე მოგვიანებით წინა სასამართლოს ნომაზე ჩემთვის ძალიან სამწუხაროდ მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ უდიდესი პატივისცემა მაქვს იმ მოსამართლის მიმართ, რომელიც ამ კონკრეტულ საქმეს განიხილავდა წინა სასამართლოს ნომაზე, ერთგვარი უხერხულობაც იყო ჩემთვის. ბატონმა დავით გელიაშვილმა არ დააკმაყოფილა ამ საფუძვლით აბსოლუტურად დასაბუთებული შუამდგომლობა. შესაბამისად, რჩება განცდა, რომ ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე არის დამოკიდებულება, რომელიც დამოკიდებულებაც არ არის ჯანსაღი და არ არის სამართლებრივად დასაბუთებული. ზვიადის